საღელი და მამისა და დაზისა და სულისათმისა და ყველას გილოცავ ნასხვედელ წინამორბედის ნათლისმცემლის იოანეს დაბადების დღესა გაგახაროთ მერთმა და ნათლისმცემელზე ნათქვამია რომ დედათაგან ნაშობთაგანიო პირველი არისო ღვთისწინაშო და ნათლისმცემელი კიდე რას აკეთებდა ნათლავდა წყლი და მოუწოდებდა სინანულისკენ ესე იგი სინანული კიდე რა ცხოვრების წესი ცხოვრების წესი და ცხოვრების წესი რა ყოფილა მთავარი ღმერთის წინაშე ცხოვრების წესი და ცხოვრების წესი აიდამგებულობდა ეს ხო არიან ებრაელები, მუსულმანები და ქრისტიანები, ვინც მოწუნეები ვარ. ცხოვრების წესი არის 10 ცნება, მოსესადმი მიცემული და შინაარსი რა არის? 10 ცნების. ღმერთი შეიყვარო ყველაზე მეტად სხვა როგორც საკუთარი თავი და სხვა თუ შეიყვარებ როგორც საკუთარი თავი, მაშინ თავისუფალი იქნები შურისგან, შეძულისგან, ხუდობისგან, ყაჩაღობისგან. ის გიყვარს იმას სხვა მოპარა, სხვა შეგშურდება. და რატომ უნდა შევიყვაროთ ღმერთი ყველაზე მეტად? იმიტომ რომ ღმერთს თუ არ შევიყვარებ ყველაზე მეტად, ხდები ფაშისტი გერმანელებივით, რუსისკენ ხედებივით, უკრაინელი ფაშისტებივით და საქართველოს დაიშალა საბჭოთა კავშირი. ზოგიერთი ქართველი გახდა ფაშისტი, როცა აქედან სხვა ხალხი გარბოდა. ამიტომ წერია შინაარსი რომ სახარების რა არის? დედაზე, მამაზე, ცოლზე, სამშობლოზე მეტად მე შემიყვარეო, რო არ გავხდეთ ფაშისტები. და ეს ფაშიზმი კიდე არის, ხედავ, სიძულვილია ზოგში. ზოგი კიდე მორწმუნეა, მაზიარებელია და როგორ შეიძლება სიძულვილი იქონდეს ერისადმი. როცა მამაოჩვენო იცი, დაწერია იქ მამაოჩვენოში, მაპატიე, როგორც ვაპატიებ და შენ კიდე მთელი ყურადღება გადაქცე, ესე გადადანილ იმაზე, აი რა გააკეთა რუსეთმა, საქართველოს დამოუკიდებლობა, როცა მეფის რუსეთი იყო. ეკლესიური დამოუკიდებლობა, ახლაც საქართველოს ტერიტორიები და მოიწევს, მაგრამ თუ მაზიარებელი ხარ, შენ რა იცი ბიბლიიდან რომ ცოდვების გამო ხდება, ახლა უბრალოდ ხარ რუსეთია ჯოხი, ადრე იყო თურქი, ირანელი, მონღოლი, სპარსი. ხან მიდის არის ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში გორის 9 სოფელიო მეწყობა ჩაიტანა, მაგრამ ბიბლიის მიხედვით თმა არ დავარდება და ბეღურა არ ჩამოვარდება, ყველაფერი ხდება ცოდვებისა გამო, ამიტომ ჩვენ რასაც ნათლისმცემელი ხადაგებდა, თუ სინანულში ვიქნებით, მაშინ როგორც იოანე დამასკას გამომთიანდა ხელი ღვთისმშობლის ყურებით და თხოვნით. ესე გამომთიანდა მოჭრილი ხელი. ზღაპარი კი არა რეალობა, ასევე ჩვენი გული სული გამთიანდება ღმერთთან ერთობით და კიდევ ვიმეორებ, ესე იგი ნათობით ხდება ესე იგი სულიწმიდით ვიბეჭდებით. მაგრამ ნათობის შემდეგ ხდება ცოდვებისკენ მიდრეკილება და ხშირი აღსარებებით და ზიარებებით იწმინდება ჩვენი სული ცოდვებისაგან, რასაც ჩავდივართ. და რასაც ქვია სინანული, რასაც ნათლისმცემელი მოუწოდებდა ხალხს. ეს ყოფილა მთავარი და სინანული რა არის, რომ ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას, ხდება იმას, რომ დარჩენილი ცხოვრების წესი გაატაროს წლები, გაატაროს არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთისნებით და კიდევ გაგიმეორებთ რა არის ღვთისნება, იცხოვრო ღმერთის და ადამიანის სიყვარულით, მეც არაფერს არ თხოვლოს, მაგრამ თქმა ადვილია, მაგრამ ამ გულში მიდის ბრძოლა, თამოყვარეობა, სიყვარული და თამოყვარეობა გვამარცხებს, აქედან მოდის მე შური, სიძვილი, განკითხვა, წელიწამება და ყოველივე ბოროდება. მაგრამ დამარცხებელი მარტო არის ღმერთი. და დამარცხება ხდება სინანულით, აღსარებას, ზიარების საიდუმლოთი. ამას ხედავ მე რეალობაში 99 წლიდან მოძღვარი ვარ. ბევრში მოხდალა ფერიცვალება, მონასტერში მოსვლით, ასევე ერშიც, აღსარებას, ზიარების, ბევრი მომაგდავები, ექიმიდან ჩამოძრელი, ფერზე დამდგარა რეანიმაციაში, 7 ზეთისხებით, მაგრამ მკურნალი ვინა? არა მოძღვარი, არამედ ღმერთი. მაგრამ შენ განიკურნები მაშინ, როცა გექნება სინანული და ეს სინანული მოგცეს ღმერთმა. ჩვენ დანას ღმერთი